როგორ ხარ მარიამ? კარგად, ძალიან პოზიტიურად და ძალიან ველოდი ჩვენს მეორე ჩაწერას, მეორე ეპიზოდის ჩაწერას. შენ როგორ ხარ? მეც კარგად, იმიტომ რომ დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე. იმ თემაზე, რომელიც ალბათ ყველას ძალიან ბევრჯერ შეგხვევია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხება. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების, ზოგადად ჯანმრთელობის და სილამაზის ტრენდები. რომლებიც ზოგი გამართლებულია, ზოგს აქვს შედეგი, ზოგი არაეფექტურია, ზოგი აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და ზოგადად შეიძლება განწყობას ხასიათს და ბევრ სხვადასხვა რამეს მოკლედ ვისაუბროთ და მოვყვათ ჩვენი გამოცდილებები. ალბათ ყველაზე მეტად რასაც შევახერხებთ არის კვების საკითხები. ხო. კვება და ისეთი რაღაცები, რაც აბსოლუტურად ყოველდღიურად გვხდება და ყოველდღიურად არის ჩვენს ცხოვრებაში. და ზოგადად ჩვენი გამოცდილება. შენთვის რა იყო ტრენდი, რომელმაც კარგისკენ წაიყვანა შენი ცხოვრება? ჩემთვის ალბათ ვარჯიში. ვარჯიში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ძალიან მიყვარდა სპორტი. ყოველთვის ვიყავი რაღაც სპორტით დაკავებული და რაც უფრო გავიზარდე და რაც უფრო და უფრო გააზრებული გახდა ჩემთვის ეს აქტივობა, მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების დისციპლინას და ყოველდღიურობა ძალიან კარგად წარმართავს და ძალიან ხშირად ჩემი პროდუქტიულობა საქმეში და ზოგადად ყოველდღიურობაში არის აბსოლუტურად დამოკიდებული სპორტზე, რამდენად დროულად ვივარჯიშე, რამდენად შევასრულე ის კვირის გეგმა, რაც მაქვს, თუმცა სხვადასხვა აი ესე რაღაც ძალიან გაწერილი თურმე არ არის სწორი, რომ რაღაცა ამ დღეს აუცილებლად ეს უნდა ივარჯიშო და ამ დღეს აუცილებლად ეს უნდა გააკეთო. მე მგონია რომ ორგანიზმს უნდა ვუსმინოთ და როგორც აი ყოფილა შემთხვევა, რომ გაწევები მხოლოდ მირჩევნია და არა რაღაც მძიმე ვარჯიში. და უნდა მოვუსმინო მაგ დროს და დავემორჩილო. მე ზოგადად ეგრე ვცხოვრობ, რომ ყველაფერში ვუსმენ ჩემს თავს და მგონია რომ აი ტრენდებთან დაკავშირებით მაგიტომაც ვარ ობიექტური, იმიტომ რომ ესე ბრმად არც ერთ ტრენდს არ ვყვები. თუმცა ნახე ალბათ რაღაცას ყველას გაგვცევია მაინც. ხო, ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ტრენდს ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა განზომილებაში და რაღაც ეტაპზე ალბათ ყველას გვაქვს ეს მომენტი, რომ შენც უნდა შეგვეშალოს. შეგვეშალოს, ან აღმოჩნდეს, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ და უნდა რაღაც ყოფილიყავით ამ ტრენდს აყოლილებ, იმიტომ რომ ის შეიძლება მე დარჩეს ჩვენ ცხოვრებაში და ძალიან კარგადაც წარმართავს, მაგრამ არის რაღაცეები, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში ესეთი იყო კალორიების დათვლა, რომელმაც კვებით დარღვევებამდე მეყვანა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კარგია როცა ხვდებით დროულად, კარგია როცა აღმოვაჩენთ იმას, რომ სადღაც უნდა გავჩერდეთ, ან სხვა დაგვეხმარება ამაში, რომ ეს რაღაც დროზე შევწყვიტოთ. და ალბათ დანამატებიც და ამაზეც მე ძალიან ისე დაწვრილებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ დანამატები არის დაუსრულებელი ტრენდი, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც არსაიდან მოსული ტრენდი, ესე რომ ვთქვათ და ჩვენ ცხოვრებაში შემოიჭრება ხოლმე და აბსოლუტურად ანაცვლებს რეალურად ჯანსაღჩევებს, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც მარტო ტრენდად არ უნდა შევხედოთ და რაც უნდა იყოს და იყოს ჩვენ ცხოვრებაში. და რეალურად აღვიქვათ ის, რომ არის ძალიან ფუნქციური და ძალიან საჭირო რამეები. ჩემთვის მაგალითად აი ტრენდი, რომელმაც გაგეცინება მართლა, მზისგან დამცავმა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება რაღაცეების მიმართ და მგონია რომ ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ აი მაგ ტრენდს ავყევი, რომ უნდა გამოვიყენო ყოველდღიურად მზისგან დამცავი. მგონია რომ დამეხმარა დისციპლინის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ცოტა პრობლემა მქონდა საკუთარი თავის მართვასთან დაკავშირებით და რუჯი ძალიან მიყვარდა და არაადეკვატურ რაღაცეებსაც ვაკეთებდი. არ მოვყვები, ვინმე არ გაიმეოროს მეშინია. მაგრამ ნუ ხო, აი ძალიან მგონია რომ დროულად მივხვდი და ეს არ იყო რაღაც ბავშვობიდან, ანუ ბავშვობაში მქონდა ის რაღაც ცუდი გაქცევები და ტრენდზე აყოლა იყო ეგეც, იმიტომ რომ მაშინ ხდებოდა, ყველასთვის მიღებული იყო ვითომის არასწორი რაღაცეები, რაც მე ძალიან მივინანე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გვაძლევს პიგმენტურ ლაქებს და ბევრ კიდევ გადარჩენილები ვართ. პიგმენტური ლაქა ალბათ მინიმალურია, რაც შეიძლება მაგამისგან დამრჩენოდა. მაგრამ აი ხო მზისგან დამცავის შემოსვლით რაღაცნაირად ჩემ თავს რუტინა ავუწყე და მე ამ რუტინაში ისე მომეწონა ჩემი თავი, რომ ბევრად მეტი რაღაცის კეთება დავიწყე. შეიძლება კარგად ვერ მიმიხვდე ხმას ეძახი, მაგრამ ხო თავის მოვლის კუთხით. თავის მოვლის კუთხით. ხო, ნუ აი მზისგან დამცავით დაიწყო, რომ პირველ რიგში ეგ უნდა მეკეთებინე და დილით რო აი ავდგებოდი და რაღაცა რუტინა და მე უკვე რაღაცა ჩეკლისტი რო გაგიგინე რომ ყველაფერზე დან გქონდეს, აი ეგ ამბავი მაქედან წამოვიდა ჩემ ცხოვრებაში.
ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში აი ზუსტად თავის მოვლის სახის კონკრეტულად სახის კანის მოვლის რუტინა დაიწყო ძალიან ცუდად. იმიტომ რომ იყო პანდემია, მანამდე მქონდა ძალიან საჭირო, ძალიან მარტივი, აი არაფერი, რაც ალბათ ისედაც პატარა ასაკის გოგოს სავსებით ყოფნის და მეც ძალიან ბევრი ტრენდის მსხვერპლი გავხდი, მათ შორის იყო ასკილის ზეთი. რომელიც კომბინირებული კანისთვის არაფრით არ შეიძლება და ამ ასკილის ზეთმა გამოიწვია ჩემ შემთხვევაში ძალიან ცუდი პრობლემები. ნუ ხან მოკლე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის შეწყვეტის შემდგომ გამომწვევი ესე რომ თქვათ, როცა ქრება, პრობლემაც ქრება, ასე თუ ისე, მაგრამ სანამ მაგამდე მივედი რომ აი ეს იმდენად მჯეროდა რომ მარტო კარგი არის შენი კანისთვის, იმასთან ერთად სხვა რაღაც იმ პერიოდში არსებული აქტიური ნივთიერებები, რაც ნელ-ნელა შემოვიდა, ესე რომ ვთქვათ, ტრენდში, ეს იყო ზუსტად პანდემიის შემდგომ, თან ამ პანდემიის წლის, პირველი წლის შემდგომ, თან ამ დროს ხო რაღაც ბევრი თავისუფალი დრო გქონდა კი და აბსოლუტურად ყველას იგივე გავაკეთეთ რაჭი. მე მგონი მაშინ რაღაცა ნახტომი ამ იმაში, ამ კუთხით განვითარებაში მაშინ მოხდა, კი, ძალიან ბევრისთვის, სხვათა შორის, მაგრამ აი ეს მე თანაცვლად მახსოვს ის პერიოდი, იმიტომ რომ რეალურად ერთი წლის განმავლობაში ვერ მივხვდი, საიდან მოდიოდა პრობლემა და ანუ აკნე აკნე არა როგორც ასეთი, თუმცა გამონაყარი, რომელიც რაღაცა არ საჭიროებს მკურნალობას, მაგრამ საჭიროებს სწორ მოვლას და რა თქმა უნდა, ესეთი ტრენდია, რომ როცა ის გამოყენება ზოგადად სახის კანზე, აი ხო არ ვიცი ხა ეს რამდენად მარტო ასკილის ზეთის ნუ ეს უბრალოდ მაშინ იყო ტრენდული. ხო, აი მე რატო არ მახსოვს ეგ პერიოდი, არ ვიცი. რაღაც გამოვტოვე ტრენდში. მოკლედ აქ საუბარი იყო ამ კონკრეტულად ასკილის ზეთზე, რომელიც ვითომი იყო C ვიტამინის შემცველი და იმიტომ რომ რაღაც ასაკამდე C ვიტამინი არ არის რეკომენდებული, C ვიტამინის ნაცვლად შემომთავაზეს ეს ასკილის ზეთი და ამ ასკილის ზეთს ვიყენებდი დილას აღამას რუტინაში ზაფხულის განმავლობაში თან. კი, ესეც ასევე ტრენდი. ხო, მაგრამ ის არის რა, აი ეს რომ ზოგადად დამცავის ცნება კიდე აი ესეც ცოტა ისე მქონდა თავიდან. მე მაგალითად სახლშიც აი სახლის ფანჯარასთანაც არ მივდიოდი და სახლში შიგნით აი ესე ოთახში, სადაც მაქსიმუმ უბრალოდ არაპირდაპირ ის ხივი, აი უბრალოდ შუქი შემოდის, იქაც მესვა დამცავი. მეც ასე ვიქცეოდი და მაგაში სიმართლე გითხრა, მთავარი არის ის, რომ გონება აი ბალანსირებულად ხდებოდეს ეს რაღაცეები და დაძაბული არ იყო, რომ ახლა მზეს თუ გავეკარე, დავიღუპები, ანუ ეგ შეგრძნება, შფოთვა არ უნდა გამოიწვიოს, მოკლედ ჩემი აზრით, არანაირმა თავის მოვლამ დისციპლინამ თუ რაც არ უნდა იყოს ეს ჩვენს ყოველდღიურობაში. უბრალოდ მეც ვიყენებდი, მაშინაც კი როცა სახლში ვიყავი, მაგრამ აი პირდაპირ იმის გაგებით, რომ უბრალოდ აი ამ დისციპლინით და ჩემი რუტინებით, რაც დღის განმავლობაში ბევრი იყო, მე სიამონა. ნუ ეს ხდებოდა საწყის ეტაპზე, როცა აი ამ ყველაფერთან მინდოდა რომ ამბობენ რომ ანუ habit კი არა და ჩვევა ხო ჩვევა როცა გინდა გამოიმუშაო 60 დღე ერთი და იგივე რაღაც უნდა აკეთო ესე გადაბმულოთ და გამომუშავო მაგის მჯეროდა ძალიან კარგად და მაგიტო ვიყავი ეგრე რომ აი სახლშიც თუ არ გავწიოდი აუცილებლად ვიკეთებ ხო მე ვთვლი რომ არსებობს რაღაც ტრენდები რაც გვაძლევს აი ამას დისციპლინას გვიყალიბებს კი გვაძლევს საშუალებას რომ რაღაცები უკეთესად ვაკეთოთ. შეიძლება თვითონ იმას თავისი დანიშნულებაც არ გქონდეს 100%-ით გამართლებული და საჭირო არ იყოს ყოველთვის, მაგრამ აი იმას ეს რაღაც გვერდით დადებითი ეფექტები გქონდეს, რაც არის იგივე აი ეს დისციპლინა, იგივე ის რომ საკუთარი თავის მიმართ ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინო, მეტი დრო დაუთმო და შეიძლება ზოგისთვის იყოს რაღაც ცოტა დამამშვიდებელი რიტუალი, რომ აი ეს თავს უვლის რაღაც შენთვის 15-20 წუთი თუ ნახევარი საათი რაც გაქვს გამოყოფილი რაღაც დღის დასაწყისში მით უმეტეს, ამან წარმართოს შენი დღე ძალიან კარგად და ამიტომ სერკეში რო ჩაიხედავ და ის სიამოვნებ ამ პროცესით, მგონია რომ აი განწყობასაც მიმაღლებ და ალბათ საჭირო დროს მივაგენი მაგ ხრიგს ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, როცა მინდოდა რომ უფრო პოზიტიური დღეები მეტარებინა და გამომივიდა. მაგრამ აი მან ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცას შეეხე ფანჯარასთან აი არ მივდიოდი ეგ ამბავი ტრენდებში აი თუნდაც ჯანსაღ ცხოვრებაშიც და კვებაშიც, ვარჯიშიც მანდაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს დაბალანსებული. მე მაგალითად ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი. მაგ პერიოდები რო ვცდილობ რომ რაღაცნაირად ჯანსაღად ვიყო მაქსიმალურად,
მაგრამ თუ ვგრძნობ რომ მინდა ეს რაღაც და ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე კარგად იმოქმედებს, იმიტომ რომ თავს მაგრძნობინებს კარგად ბედნიერად გავერთობი, ორჭიქა ღვინოსაც დავლებ, გონია რომ აი ეგ თავისუფლება ადამიანმა უნდა მივცეთ ჩვენს თავებს და მარტო იმაზე რომ აი ხლა მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო, ეგ ტოქსიკურია, ეგეთი ჯანსაღი ცხოვრება. აი არ ვიცი თუ სწორად აგიხსენი რის თქმა უნდა, ხო? ზუსტად მივხვდი, რაზეც საუბრობ, იმიტომ რომ ალბათ ხო მაგისი გამოცდილებაც ვინც ყოფილა ამ ტრენდში და ვისაც ქონია რაღაც შეხება, ალბათ იმანაც იცის, რომ ყველას ექნება მინიმუმ ნანახი სხვა ადამიანის ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი გქონდეს და რაღაც ეს ყველაფერი არ გახდეს თითქოს შენი თავის გონიერ დასჯის მექანიზმი, იმიტომ რომ არ აძლევს საშუალებას, რომ ის იგივე აი რაღაც პატარა სიხარული გაიზიარო. აი მე მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ არ ქონდა მნიშვნელობა სად ვიყავი, ვისენთან ვიყავი, 6 საათს რომ გადაცდებოდა, ჩემთვის საკვები მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კომუნიკაციის და სხვასთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალება, всё, ჩემთვის საკვები აღარ არსებობდა. ასევე ვიყავი სასმელზეც, რომ მაქსიმალურად მქონდა ალკოჰოლი ისე აკრძალული, რომ თუნდაც ყოფილიყო ახალი წლის რაღაცა ღამე, შემეძლო რომ ეს ვითომ დავლი შამპანიორი და ეს იგივე ხალხშემხებლად მქონდა და ეს ჭიქა, იმიტომ რომ აი ეს ხო ალბათ რაღაცა არის, რაც იწვევს ამას, რომ სადღაც ცოტა ვეღარ აკონტროლოს. კი. ხო, თუმცა არის რაღაცები, რაც ძალიან აუცილებელია, რომ მქონდეს მუდმივად კონტროლის ქვეშ. იგივე არ ვიცი, შეიძლება ჩემი პირადი აზრია, თუმცა ამაზე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ ხოლმე, რომ რაც მართლა საჭირო, მარტო ის დარჩეს ჩემს ცხოვრებაში და ამ შემთხვევაში ეს იყო ერთ-ერთი აღმოჩენა შაქრის ამოღება. ხო. დამატებული თეთრი შაქრის, რა თქმა უნდა არის და ზოგჯერ არის გადამულად ძალიან დიდი ხანი, როცა ამას ჩვეულებრივ მოვიხმარ, მაგრამ მართლა იმდენად დიდ სხვაობას ხედავ და ვგრძნობ აი მე შეშუპებას ვგრძნობ, კი, შეშუპება ხასიათი, მე იმაზე დამოკიდებულება, რომ შენ თქვათ თუნდაც რაღაც პატარა კრიზისის დროს თუ ცუდი ხასიათის დროს გინდა და თუ არ ჭამდა, ახსენებ შენ თავს რომ მე ხო არ მინდა რომ ჭამო და მე ხო არ ვჭამდა, ეს ხო არ არის ესეთი კარგი ჩემთვის, მე თითქოს ამაზე შენ თავს უბრაზდები, რომ რას ქვია. რაღაცა აი თითქოს მე წინააღმდეგობაში მოდიხარ, მაგრამ აი რომ ვიწყებდით საუბარს, ვერც აღვიქვამდი, რამდენად სენსიტიური არის ეგ საკითხები, აი კვების ამბავი განსაკუთრებით. იმიტომ რომ ხო აი ბევრ ადამიანს ექნება, ვისაც მე ხა მგონია რომ კარგი მოთმინების უნარიც მაქვს და სადაც ვიგრძნობ რომ აი ამან მე შემაშუყა, ეხა შემიძლია რომ ერთი კვირა გავჩერდე და აღარ მივიღო, მაგრამ ალბათ უფრო რთული кейსები არსებობს, როცა არაკონტროლირებადი ხდება ეგეთი მოთხოვნილებები. და ხო არ მაგის თქმა მინდოდა რომ ძალიან სენსიტიურია. საკმაოდ კი, საკმაოდ, იმიტომ რომ ბევრის ყოველდღიურობას ძალიან ცუდად ეხება, ხა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ის ორი რაღაც არის, ხო? იმ მომენტში გაქვს იმის მირთმევის მოთხოვნილება და იმას თქვა თუ დაიკმაყოფილებ, მე იმის განცდა რომ რატომ ხო არ მინდოდა რომ მეჭამა და აი ეს რაღაცა სინანული მე თითქოს შენ თავს ჯიმითი რომ ის დღე თუ თქვა სხვა ტიპის რაღაც კვების რაციონი და გეგმა გაქვს იმასაც არ ღვევ, აი ეს არის რაღაცა თან დაუსრულებელი ციკლი. იმიტომ რომ იქ თუ რაღაც ერთიგან ალბათ ხო აი ეს არის თავი, რომ გქონდეს ის რაღაც ზღვარი, რომ იცოდე რომ თუ რაღაცა ერთში ცოტა არასწორად წაიყვანე შენი დღე, ამას არ შეწირო მთლიანი შენი რაღაც არა მხოლოდ დღე, ზოგჯერ კვირა და მთელი თვე, რომ მე თან იმ ორ შაბათს დაელოდო, რომ იმ ორ შაბათს შენ თავს თავიდან უნდა აუწყო ეს ყველაფერი, თუ რაღაც ესეთი. ეგ ძალიან დიდი პრობლემაა მართლა. იმიტომ რომ მეც დამიჭერია ჩემი თავი, რომ აი დღეს თუ რაღაც ერთს რომელიმე კვებაზე რაღაც ისეთი მივიღე, რაც არაჯანსაღია, ხო? მე შეიძლება მთელი დღის განმავლობაში აი რა აზრი აქვს, ხო, მაინც უკვე დავარღვია, ახლა ბოთი მთელ დღეს დავარღვევა, რომ cheat day და cheat meal სხვადასხვა მოვლენაა და მაგის კონტროლიც, ანუ ის რომ ვარჯიშობ თუ ერთხელ რაღაც არასწორი გააკეთე, მაგალითად ჩააგდე დღე, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი კვირა და მთელი თვე უნდა გადააყოლო მე მაგ ამბავს და მქონია ეგ გამოცდილება, რომ აი ის რომ რაღაც ერთი გამექცა და ვერ გავაკეთე დროულად, მე შეიძლება გადავაბა გაცდენები, არ ვიცი, შეიძლება უცნაურ რაღაცას ვიცახი ახლა, მაგრამ აი ზუსტად ამ კვირაში დამემართა ეგ ამბავი, რომ ორ შაბათს დამეზარა. მაგრამ PMS-ის გამო დამეზარა და მერე უკვე რაღაცა აი ხო ცოტა იმას ვქენი რომ მოდი აი იმ კვირიდან აღვდგები თუ რაღაც და აი ხო შეიძლებოდა რომ 4 შაბათს წავსულიყავი, პარასკევს რა ვიცი წავსულიყავი. რეალურად შემეძლო რომ ეგ ერთი კვირა
რამენად 1 საათი გამომეძებნა მაგისთვის. კი, მაგრამ ზოგჯერ არის რომ შენ და გაუთვითცნობიერებლად ორგანიზმს უნდა დასვენება. ხო. და ეს არის გარკვეული სიგნალი, რომ არ წავიდა, რატო იყოფნა ხო ქსიამოვნებს, ვარჯიში ხო ქსიამოვნებს და აი ჩემთვის მინდა საათებია ვარჯიში. ხო, მით უმეტეს იქიდან რომ მოდიხარ, აი ეს რაღაცა accomplishment-ი ეგრეთ წოდებული, რაღაცა მიღწევის სიამოვნებაც გაქვს, ხო, მაგრამ იმ მომენტში ვერ წახვედი რაღაცა აი არ გინდოდა თითქოს გერჩივნა, ხო, აი ყველა ვარიანტი იქ დარჩენა გერჩივნა, სადაც დარჩი და სადაც გაატარე ის დრო, ხო? ხო და აი არა, იმიტომ რომ რეალურად წავსულიყავი, ვიცი რომ იქიდან გამოვიდოდი მე ბედნიერი და ძალიან კარგად, ხო, ზარმაცი ვარ, ძალიან ყველაფერს ვცდილობ რომ ცხოვრებაში მარტივად ვაკეთა, მართლა. ხო, ეს სიზარმაცის დღეებიც ალბათ ბუნებრივი არის რაღაც ზოგადად ქალის ჰორმონები ისეთი მოძრავია, რომ მე მგონია, რომ მაგას აქვს ზუსტად ჩემს სიზარმაცეზე ძალიან დიდი ზეგავლენა თუ გადავწევთ ჰოროსკოპს გვერდზე და უფრო რეალურ ამას შევეხებთ. ხო, კი არა, სიზარმაცე ალბათ ძალიან ბევრ რამეში გვიშლის ხელს და აი ზუსტად ეგ დისციპლინა მაგით არის კარგი. და მზისგან დამცავის დაიწყო. ჩემი დისციპლინის ჩამოყალიბება. ხო. არა, იცი რა არის ზოგისთვის არსებობს რაღაც გარემოება და რაღაც პირობა, რომ ეს სიზარმაცე ხდება ისეთი კომფორტის ზონა, რომ თავის თავს მაქსიმალურად ვნებს და საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანს. და ეს რაღაც გამამართლებელ რაღაცას ყოველთვის იპოვის. რომ ეს არ უნდა დაეწყო, იმიტომ რომ რაღაცა, არ ვიცი, მართლა მოგონილი მიზეზებით, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა მიყავთ ხოლმე ძალიან ცუდ ეტაპამდე, საიდანაც მე უკვე მართლა რაღაც ისეთი ჩარევა ხდება საჭირო და არც დანამატი და არც ვარჯიში აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც იქიდან ამოვიდეს ადამიანი და გააგრძელოს სრულყოფილი და სრულფასოვანი ცხოვრება, ისე რომ რაღაცა არ ჭირდებოდეს დამატებით. კი, ზუსტად რეალურად ვარჯიშზე ვსაუბრობდით, მაგრამ რაღაცა ტრენდის ჭრილში განვიხილეთ მარტო და თალსახად კაია რომ რაღაც იმას ვუკეთებთ ტრენდი ანუ ეს თუნდაც რაღაც სოციალურ ქსელებში ვიდეოების განთავსება როცა ვარჯიშობთ არის რაღაც კუთხით ტრენდის შექმნა ვარჯიშის მაგრამ ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ვარჯიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის ეგ არის პრიორიტეტი ეგ დგას პირველ ადგილზე და არა ის რომ ეხლა ყველა ვარჯიშობს და მეც უნდა ვივარჯიშო ანუ ეგ გააზრება ამ ასაკში მგონია რომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ხანს შემხვდა ვიდეო, რომ რა დროს რაღაც ველნესური ცხოვრება და 9 საათზე დაძინება, როცა 30 წლამდე ადამიანი ხარ და ეხლა უნდა ერთობოდე და ეხლა უნდა, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს თუ რაღაც ბალანსის გაკეთება შეიძლება და თუ არა და მართლა შესაძლებელია, რომ ბალანსი გქონდეს, მეგობრებთანაც გაატარო დრო გემრიელი საკვებიც მიიღო და ვარჯიშიც თავისუფლად შეძლო. კი და როცა არ არის აუცილებელი და გაქვს საშუალება რომ რაღაცა მავნე ჩანაცვლო უკეთესით, ჩანაცვლო იგივე საკვების კუთხით, იგივე რაღაც ჩვევების კუთხით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გააზრებული, ესე მგონია. შენ ძალიან სწორი რაღაც თქვი, რომ ეხლა არის კარგი ისო გავიაზროთ, რომ ეს გვჭირდება ჯანმრთელობისთვის და კარგად ყოფნისთვის. აი, ძალიან მომწონს ჩემი მწვრთნელის მიდგომა, რომ იმისთვის თუ შეატყობს რომ ვინმე ოღონდ არ არის აქ საუბარი რაღაც ჭარბწონიან ადამიანზე, თუ ვინმე დაიკლებს წონაში, რაღაცას შეამჩნევს, ძალიან ნერვიულობს. და პირველი კომუნიკაცია რაც აქვს, შენ აქ რისთვის დადიხარ, იმიტომ რომ იმისთვის ის ვარჯიში არის პირველ რიგში ჯანმრთელობის პრიორიტეტი და აი ამ ჯანმრთელობის შემდგომ უკვე შენ თუ რაღაც სხვა მიზანი გაქვს, ამაზე რაღაც თავის დროს გითმობს და პირველ რიგში მუშაობს იმაზე, რომ შენ ეს რაღაც არაჯანმრთელ შუაში არ გადაგივიდეს და აი ვთვლი რომ ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია რომ იცოდე რისთვის აკეთებ და კონდეს ეს ყველაფერი გააზრებული ერთია რომ მოგწონს შედეგი მოგწონს ის რაღაცა ლამაზი სხეული ფორმა ხო ის რაღაც თუნდაც შეგრძნება რომ რაღაცას მიაღწია რაღაც შექმენი შენით იმას ხო აბსოლუტურად შენით აკეთებ შენით მიდიხარ იმ შედეგამდე და ესე ძალიან სასიამოვნოა მაგრამ არსებობს რაღაცები რასაც ცოტა უნდა ჩავწუდეთ რაღაც იღრმისეულად და ვიცოდეთ მართლა რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს. არსებობს კიდე ვარჯიშის ძალიან ბევრი სახეობა. მე ვიტყოდი რომ აქაც ტრენდის მსხვერპლი ყოფილვარ. იმიტომ რომ არსებობს ადამიანების სხვადასხვა აგებულება, კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბების უნარი აქვს ყველა სხვადასხვანაირი და ზოგისთვის მძიმე დატვირთვა არის ძალიან ცუდი.
რეალურად ბევრისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის არ არის მაინც და მაინც ძიმე წონა? ძიმე წონა არა, აქ უფრო ძიმე კარდიოზეა საუბარი. კარდიოზე. ძიმე კარდიო კი, რომელიც მოიცავს წონებით კარდიოს და რომელიც არის საკმაოდ ცუდი, ოღონდ ну რა თქმა უნდა არის კატეგორია, რომელიც ამას პროფესიონალურად უდგება და საფრთხილოა მოკლედ. კი, საფრთხილოა და მეც ყოფილი რამის ხარბლი, რამაც ჩემთვის გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგი საკუთარი თავის რაღაც აღქმა დავიწყე სხვანაირად, იმიტომ რომ ის შედეგი არ მომწონდა, ვარჯიშს ვერ ვაბრალებდი, იმიტომ რომ მომწონდა რასაც ვაკეთებდი, თუმცა ამან ძალიან ცუდ შედეგამდე მიმიყვანა, საიდანაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ამოვედი, იმიტომ რომ არსებობს როგორც თქვა კატეგორია, რომელიც კუნთოვან მასას ძალიან ადვილად იმატებს, ანთებითი პროცესები ძალიან ადვილად უნვითარდება ორგანიზმში და ზოგადად აი ეს კუნთის დატვირთვა ისედაც თავისთავად ანთებითი პროცესი, რომ ამასთან ერთად აი ეს კარდიო არის ძალიან ცუდი შედეგის გამომწვევი და ალბათ ხო ესეც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიცოდეს, სანამ იწყებს კონკრეტული სახეობის ვარჯიშს, იცოდეს რას ვარჯიშობს და მისთვის ხო რამდენად კარგი შედეგი ექნება ამას და აი ეს რომ უნდა, რატო უნდა, ალბათ ეგ გასაზღვრავს იმასაც, რომ მე სად მიხვალ და ამ ყველაფერში შენს ხანგრძლივ ცხოვრებაში როგორ ჩართავ, ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელობა. ჩემთვის ვარჯიშის დაწყება რაღაც რამოდენიმე ეტაპად ვცადე. პირველ რიგში პირველი ვარიანტი იყო, რომ პილოტეს, იმიტომ რომ ხერხემლის პრობლემები მაქვს და ვითომ მაგისტრის კარგი არისო და მართლაც ექიმაც მირჩია, რომ კარგი არისო, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგიანი ჩემთვის აღმოჩნდა წონებით ვარჯიში. და როდესაც ხერხემლის მკურნალობას მოვრჩი და უკვე ნებართვა მქონდა, რომ შემეძლო ვარჯიში, პირდაპირ შევეჭიდი ამას, მახსოვს ჩემს ტრენერთან გავდიოდი ამას, რომელიც ფიზიოთერაპევტი იყო და მან მითხრა, რომ წონებით ვარჯიში რეალურად გამიზრდის. აი ჩემთან ეგ პრობლემა არის, რომ ნელა მეზრდება კუნთოვანი მასა. და მჭირდებოდა ზუსტად ეგ, რომ კუნთოვანი მასა გაზრდილიყო, რომ ხერხემალში გამმართულიყავი ესე მარტივი ენით, რომ ავხსნა ეგ ამბავი. ხო და აი ტრენდი არის ვარჯიში, მაგრამ ჩემთვის არის ვარჯიში გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც ხანდახან ძალიან მეზარება, როგორც უკვე აღნიშნე, მაგრამ აუცილებლად ვცდილობ, რომ კვირაში 2 ჯერ მინიმუმ ვაკეთო. კი, სხვათა შორის ესეც რაღაც რა აუცილებლად 3 უნდა იყოს კვირაში, ან 5-ში ეს ტრენის 3 ძალიან კარგი იქნებოდა უბრალოდ ფიზიკურად ვერ. მაგრამ არ არის აუცილებელი ამას ვამბობ, რომ ესეც ტრენის ნაწილია, რომ შენ კვირაში ამდენჯერ აუცილებლად ზოგჯერ და ესეც ძალიან რეალურია, რომ ფეხით სიარულიც აბსოლუტურად საკმარისია ორგანიზმისთვის, რომ ის ჯანმრთელობისთვის საჭირო რაღაც მოძრაობა კონდეს შესრულებული კვირის განმავლობაში, აი ყოველდღიურად ან კვირაში 3-ჯერ და 4-ჯერ რომ უბრალოდ ფეხით გაიარო, მე ის 1 და 2 ვარჯიშიც საკმარისია. კი. აი მასე ვიბალანსებ ზუსტად, რომ აი ვცდილობ, რომ ერთხელ მაინც კვირაში მოვახერხო და ფეხით ვისეირნო, რამდენსაც შევძლებ. მანდაც აი ის ნაწილიც ძალიან ცუდად ერთვება, რომ დამიჭერია ჩემთავი, რომ ვითვლი ნაბიჯებს. კი, ნაბიჯებს მეცვიტვლი. ანუ ცუდი არ არის იდეაში, მაგრამ თუ რაღაც მომჭიშ ფოთვას გურის, რომ ეხლა თუ 10k არ 10000 ნაბიჯი არ გავაკეთე, მაშინ მე ვერ შევასრულე რაღაც, მე მირჩევნია, რომ ვუსმინო აი ჩემს ორგანიზმს, ადამიანს ესე ვთქვათ, სუდად თუ ვიტყვი, გავქაჩავ თუ რაღაც, მაგრამ ყოფილა, რომ აი 11000-იც გამიკეთებია და ნუ მე მეორე დღეს მივხვდარ, რომ ძალიან ძიმე გადაწყვეტილება იყო და ხო. მე რო არ დავითვალო, ალბათ ისედაც გავდივარ მაგდანს, იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და გარდა ამისა ძალიან მიყვარს და ძალიან მსიამოვნებს და ზოგჯერ საღამოს გვიან როცა მართლა არაფრის გაკეთების ენერგია არ მაქვს, ფეხით სეირნობა ბევრად უფრო მისჩევნია, ვიდრე წამოწვა და დავისვენო. მარტო შეგიძლია ფეხით სეირნობა? კი, როგორ არა. მართლა. კი. ალბათ ეგეც რაღაც დროთა განმავლობაში მივეჩვია, იმიტომ რომ ყოველთვის მარტო არასდროს არ ვსეირნობდი, მაგრამ რაღაც ეტაპზე როცა მივხვდი, რომ აი ყოველთვის ვიღაცა ვერ გამოვა შენთან ერთად, რომ რაღაც მით უმეტეს საღამოს გვიან სამუშაო დღის მერე დაგითმოს 2-3 საათი, რომ შენ სადღაც ესე იბოდიო თან როგორც შენ გინდა და სადაც შენ გინდა, მე უკვე დავიწყე მარტო სიარულიც და ხო არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ, ის სიამოვნებს და იმას აი ის შეგრძნება, რომ ამას მივაღწია და მე რო გასეირნება, მიდო და გავისეირნე, ჩემთვის ეს საკმარისია.
თუმცა აი ხო მარტო რაღაცების კეთება ვიჭერ ჩემთავს რომ არ ვიცი მეზარება თუ არ მომწონს, მაგრამ ვიწყენ. ხო, არა, მართლა მეტი мотиваცია, როცა შენთან ერთად ვიღაცა ვარჯიშობს, იგივე ესე ფეხიწერულის დროს მოყვება, ან იგივე მქონია რომ მეგობრებთან ერთად დამიცავს კონკრეტული კვების რეჟიმი და ბევრად უფრო კარგად ვაკეთებ ასე, ვიდრე მარტო, მაგრამ რაღაცები არის, როცა უნდა გადადო ეს ის, იმიტომ რომ როცა შენ ის გინდა მიზანია და მისგან უნდა იარაღო. მისაღწევად სხვა გზა არ გრჩება, ასე რომ თუ ეს გინდა, თან ეს მინდა არ არის რომ იმის შედეგი მინდა, ის მინდა იმ წუთას რომ ეს გავაკეთო, გავიდე ხა აი ღამე ზოგჯერ რომელი საათია, თან მე ეს სახლში რომ არ მარტო არ გახვიდე, ნუ გადიხარ და მაგრამ თავარი ზოგჯერ ეგ არის რომ გახვიდე, რომ გახო უბრალოდ ფეხი გადადგა და გადახვიდე და რომ გახო მე იქ ძალიან ბევრი აზრი ლაგდება, მე ამასაც დავკვირვებ, რომ ბევრი იდეა, ბევრი რაღაც ზოგადად აი რომ ვერ ჭრი და ვერ წყვეტ რაღაცას და ბევრს ფიქრობ, აი ამ მომენტში, როდესაც ფეხით სიარულს იწყებ, ბევრი რაღაცა თავში ლაგდება. და ბევრი რაღაცის სურათ უფრო სხვანაირად უყურებ შორიდან და თითქოს ესეც რაღაც იმ დღის ისეთი ნაწილია, როცა შენ ასე ვთქვათ უსაქმურად არ ხარ. ასე რომ ხო, მაგრამ წყალი არის კიდე. ხო. წყალსაც უნდა შევეხოთ ახლა ამასთან ერთად. ხო, სხვათა შორის ესეც მნიშვნელოვანია, რომ წყლის დალევა. ეგეც ძალიან პოზიტიური ტრენდია პირველ რიგში. პოზიტიური ტრენდია, თუმცა ის რომ აუცილებლად ყველამ უნდა დალიოს 2 ლიტრა, 2 ლიტრი. აი ეს არის ძალიან არასწორი. ამ როგორც ვიცი, წონის მიხედვით და ცხოვრების რიტმის, ცხოვრების რეჟიმის მიხედვით, რამდენად დატვირთული ხარ, ასევე რა ტიპის საკვებს იღებ, რამდენს იღებ, აი აბსოლუტურად ყველაფერზე არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ესეც უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ, სწორია თუ არა, იმიტომ რომ არსებობს გადაჭარბებული წყლის მიღების რაღაც hydration ესე ვთქვია. ხო, წყლის მიღების რაღაც გადაჭარბებით გამოწვეული ინტოქსიკაცია. ხო, და ანუ არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ხა ჩემი განხრა არ არის ესე, მაგრამ ვიცი რომ შეიძლება ფატალური შედეგებიც დააყენოს რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობით მიღება. და წყალი, წყალი. ხო, ჩიაც მარცვლები. ხო, ჩიაც ხო ძალიან ესეთი ტრენდული ამბავი იყო, რომელიც ესე ერთ დღეს დაგვეცა თავს. ნამდვილად კი. თუმცა მე არც ვიცოდი ჩია იქამდე სანამ ტრენდში არ ხო დატრიალდა რა. ჩვენთან რაც არ არის ადგილობრივი, რეალურად სანამ არ ხდება ტრენდული, ხო, იმიტომ რომ ეს საკვებია, ეს არ არის რაღაც ის რაც კარგი აქ არ მოდის ვთქვათ ბუნებრივად, მაგრამ და ისე ეხარა დანიშნულებითაც გვაქვს მსგავსი დანიშნულებით იყო მაშინ როცა სადაც არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი მარცვლეულის ნაწილი, რომელიც რეალურად არის უმეტესად ცხიმი. რეალურად ჩიაც ის ტრენდი არის, რომელიც უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ და როგორ ჩავწოთ დღის რაციონში, იმიტომ რომ არასწორად გამოყენებამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოგვიტანოს. მაგალითად, ესე წყალში უკვე კარგად გაღვივებული და გახსნილი არ არის არანაირი პრობლემა. ნახევარი საათი სჭირდება ხო, როგორც ვიცი. დაახლოებით ხო, სიმართლე გითხრა არ დავკვირვებ, იმიტომ რომ როგორც წესი ესე წინასწარ მომზადებ და თავისით როგორ რაღაც რადროც სჭირდება, რაღაც რამდენიმე საათი კონსისტენციას და მაგის მიხედვით. და ისედაც ხო, სანამ ის რამდენიმე საათი არ გავა, როგორც წესი არც მახსოვს, რომ ის უნდა მიუბრუნდე და შევამოწმო, ასე რომ ხო, თავარი ეს არის რომ გაღვიდეს წყალში და ერთ-ერთი ძალიან კარგი წყარო არის უჯრედისის. ისე ძალიან ცოტა ინფორმაცია არის უჯრედისზე. გატრენდებული და ცნობილი. არა და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის იგივე წონის კლების დროს ჯანმრთელი მეტაბოლიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, შაქრის დონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ კარგი წყარო იმისთვის რომ ეს უჯრედისი შევსვათ ხოლმე დღის განმავლობაში. და რაღაცნაირად ცოტა დანაყრების შეგრძნებასაც გვაძლევს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ შეიცავს ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანმჟავებსაც, რომლებიც დიდად კარგი არ არის ჩვენთვის. ეს არის ის ცხიმოვანმჟავები, რომლებიც ცოტა ცუდად მოქმედებს გადაჭარბებული დოზით მიღებისას, კარგად არ მოქმედებს მეტაბოლიზმზე, შესაძლოა გამოიწვიოს პირიქით წონის მოტებაც, ასე რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბალანსი გქონდეს რა. კი. ასე რომ აქაც ვიცოდეთ რას და როგორ ვაკეთებთ, რომ მიიღოთ კარგი შედეგი და მის დადებითი მხარე გამოცადოს ჩვენ თავზე და არა უარყოფით. დისციპლინასთან კავშირში და ეს რაღაცა ტრენდი იდეაში არ იყო ჩემთვის პირადად
ანუ პირდაპირ გაგებით იმიტომ დავიწყე ომეგას ჩასმა ჩემს რუტინაში და რაციონში, რომ მინდოდა მეტი ენერგია. აი დღის განმავლობაში აი ენერგიას ძალიან ვუჩიოდი, სულ დაღრილობის შეგრძნება, დილას უცბად ვიყავი ენერგიულად, მაგრამ უცბად ვარდნა და იმდენ რაღაცას ვაკეთებდი იმ პერიოდში, რომ ძალიან მჭირდებოდა რაიმე დანამატები, რომელიც ამ იმას შემივსებდა და მომიგვარებდა. და ხო, ნუ შენ ალბათ ომეგა-3-ს. ომეგა-3-ს კი. და 3 არის ის, რაც არ გვხვდება საკვებში. ომეგა-3-ში არის სხვადასხვა ცხიმოვანი მჟავები და ესენი არის EPA და DHA, რომელიც გვჭირდება. არის კიდევ სხვებიც, თუმცა ის სხვები არ გვჭირდება. ანუ ომეგა-3-ის სხვა ცხიმოვანი მჟავები არ გვჭირდება. და ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ვიღებთ, ვიცოდეთ, რომ არის აუცილებლად თევზისგან მიღებული, იმიტომ რომ მანდაც არის ხელოვნური, არის ბუნებრივი და ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდი არჩევანია. ძალიან დიდი არჩევანია, კი. და უნდა იყოს ტრიგლიცერიდების სახით, ანუ ბუნებრივი ფორმით. ომეგა-3 შეიძლება იყოს, რა ვიცი, 2000 მგ, მაგრამ იქიდან უნდა იყოს აუცილებლად უმეტესი მხოლოდ EPA და DHA და უმეტესი გულისხმობს ის, რომ 2000-დან და ნუ ალბათ 1000 განვიხილოთ, იმიტომ რომ ყველაზე აქტუალური დოზა არის 1000-იანი, ესე მოიხსენებენ 1000-იანი. და ამ 1000-დან 800-900 მაინც თუ არ არის EPA და DHA, დანარჩენი არის სხვა ცხიმოვანი მჟავები ან სხვა ცხიმები, რაც არ არის კარგი და არ არის საჭირო. ასე რომ აქაც უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად რას ვიღებთ და როგორ ვიღებთ. ნუ მაგალითად ჩვენი სპონსორი მიოლერი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორი უნდა იყოს და რა შემცველობის უნდა იყოს ომეგა-3 საკვები დანამატი. და მე მართლა 2 წელია მგონი აქტიურად, რანუ 6 თვიანი შუალედ, უბრალოდ 6 თვის განმავლობაში ვიღებდი, მე ცოტა ხანი მქონდა გაჩერებული და ისევ გაგრძელებული და ძალიან ისეთი იყო რა ჩემთვის საჭირო დანამატები, რომელმაც კონცენტრაციაზეც ძალიან კარგი ზეგავლენა ჰქონდა და ენერგიის კუთხითაც და ხშირად ისმის ის, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგი და სწორი არის, რომ საკვებიდან მოვახერხოთ ყველა ვიტამინის, საჭირო ვიტამინის და მინერალების და ყველაფრის მიღება, მაგრამ მე პირადად არ მაქვს უნარი იმის, რომ აი ეგეთი დაბალანსებული კვება მქონდეს, დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ ძალიან მიყვარს გემრიელი ჭამა და ძალიან აი არაპროგნოზირებადი ვარ, ჯერჯერობით ვერ მივედი იქამდე, რომ ეგ ნაწილიც დაალაგებული მქონდეს სრულად. სამწუხაროდ ამას ამ ნივთიერებებს ვერც მივიღებთ საკვებიდან, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ აუცილებლად ოკეანეში გაზრდილი, აი ნორვეგიული ორაგულიდან იდეაში ხო შესაძლებელი არის, მაგრამ ალბათ რაღაცა კვირაში სამჯერ მაინც უნდა მოვახერხოთ, ხო? კი, ეს არის აუცილებელი, თუმცა ასევე დამოკიდებულია იმაზე, ეს ნორვეგიული ორაგული მართლა ცივწყლებშია თუ არა გაზრდილი, მართლა თვითონ უნდა იკვებოდეს პლანქტონით, რომ თვითონ გამოიმუშაოს ეს ნივთიერებები, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ რეალურად ვლობა საიდან მოდის რეალურად. სხვათა შორის აი ეს შენ რაც აღნიშნე, რომ კონცენტრაცია, ენერგია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ვიცოდეთ კიდე ყველა დანამატის თვისება, იმიტომ რომ ის რომ მარტო აი ჩვენთვის ასევე ტრენდი იყო ძალიან დიდი ხანი, რომ იმუნიტეტისთვის იღებენ ომეგა-3-ს. იმუნიტეტი ერთ-ერთი ნაწილია მისი დადებითი თვისებების და ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ მათგანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის თავის ტვინის შემადგენელი ცხიმოვანი მჟავა, თავის ტვინის საშენი მასალა, DHA ცხიმოვანი მჟავა, თვალის ბადურა გარსის საშენი მასალა და რაც ანუ ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ დემენციის პრევენცია, თვალის ბადურა გარსის ჯანმრთელობა და მხედველობის შენარჩუნება და ამ ყველაფერთან ერთად გულის ჯანმრთელობა და გულის დაავადებების პრევენცია. აი, უამრავი დადებითი თვისება აქვს, ამიტომ არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ რაღაც როცა ტრენდია, ვიცოდეთ ის რისთვის არის ზუსტად, რომ ასევე მაქსიმალურად მარტო კარგი დაგვარჩეს, იმიტომ რომ ესეც ჩვენ დასასარგებლოდ გამოვიყენოთ. აუცილებლად რატომაც არა, იმიტომ რომ ისედაც გაჯერებულია ბაზარი ყველანაირი დანამატით, ყველანაირი სხვადასხვა აბსოლუტურად საჭირო თუ არა საჭირო კვების ჩამნაცვლებელი რაღაც ფაქტორებით, მაგრამ აი ეს უნდა ვიცოდეთ, რომ აქედან ჩვენთვის რაც ყველაზე კარგია, ის შევარჩიოთ და ისე შევარჩიოთ. ხო, ისეც რომ აი იყო სხვა შორის ასევე ტრენდი, რომ სელის თესლიდან და ჩიადან მივიღოთ ომეგა-3.
ხო, რაც სამწუხაროდ ძალიან სხვა მჟავებია, ხო, იქ არის სხვა, კი, იქ არის ომეგა-3-ის მესამე, ALA ქვია, ALA ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც ორგანიზმი ვერ გარდაქმნის EPA და DHA-ით და იმას აბსოლუტურად ყველად ვიღებთ. და ასევე ეს ომეგა-6 და ომეგა-9, რომელიც ვახსენე, არ არის კარგი, იმიტომ რომ მეტაბოლური სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევები, წონის მატება, ასევე სისხლში ქოლესტერინის, ცუდი ქოლესტერინის მომატება და აი ბევრი სხვადასხვა ისეთი, რაც არ გვჭირდება. ასე რომ კარგია რომ ფაქიზად და ყურადღებით უნდა შეირჩეს შემადგენლობა და აუცილებლად, იმიტომ რომ ასევე იგივე ეს ომეგა-3-ის არსებობს ლაბორატორიული ფორმაც. ბევრისთვის იწვევს ეს ლაბორატორიული ფორმა, რომელიც არის კარგად ვახსნა რას ნიშნავს ეგ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ხდება ამის მომზადება, დამზადება, ქიმიური ფორმულით ჩვეულებრივად არსებობს ომეგა-3, რომელსაც ქვია ეთილის ეთერის ფორმა. და ეს ეთილის ეთერის ფორმა დროთა განმავლობაში იწვევს გულის პრობლემებს, იწვევს წნევის მატებას, როცა რეალურად ბუნებრივი პირიქით არეგულირებს წნევას და ხშირად ძალიან რეკომენდირებული არის ცოტა 50-დან ზემოთ ხო მისი გამოყენება. განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ეს წნევის როცა იწყება უკვე ხო რეგულაცია ძალიან ისეთი მისი ერთ-ერთი ძალიან კარგი თვისება არის რა. მაგრამ ხო ესეც არის რაღაცები რისი პირიქით მიმღებლობაც არ გვაქვს და სანამ აი მშობელი რო ვთქვათ გვეუბნება რომ მოდი მიიღე, მოდი დალიე, ხო რაღაცა მაქსიმალურად ვირიდებთ და ზოგჯერ პირიქით აი მეც მქონია ეს რომ რაღაც ეტაპზე თუ ძალიან ბევრ დანამატს ვიღებდი, რაღაც ეტაპზე საერთოდ არ ვიღებდი და მჯეროდა რომ აი მე რასაც ვიღებ საკვებს ეს საკმარისია, მაგრამ აი ეს როგორც აღნიშნე არის რაღაცეები, რასაც ვერაფრით ვერ შევცვლით და რაც არ უნდა ვეცადოთ რომ თუნდაც იგივე აი ეს თევზი მივირთოთ კვირაში ორ სამჯერ რაღაცეები ასევე რასაც ტყუილადაც ვიღებთ და ორგანიზმი გამოდევნის, იმიტომ რომ არ გვჭირდება. ვერ იყენებს ფიზიკურად, ვერ იყენებს, იმიტომ რომ ყოველ ვიტამინს, ყოველ მინერალს თუ ცხიმოვან მჟავას უნდა ქონდეს შესაბამისი ფორმა, იმისთვის რომ ორგანიზმმა აითვისოს და გამოიყენოს. შესაბამისად, აი კარგია, როცა არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ვიცით გარანტირებულად რომ მარტო კარგი მოაქვს და ვიცით გარანტირებულად კიდევ რომ აი არ გვიწევს ზედმეტი ფიქრი. ვიცი მოკიდე ხელი ავარჩიე, მივიღე და მივიღე ის შედეგი რაც მინდოდა. იმიტომ რომ არის კიდევ სხვადასხვა იგივე სპორტული დანამატების მიმართულებით რაღაცეები, რაც მგონია რომ ახლა სასწაულებრივად ეს ცხიმის მწყველი ქვია თქვა და ხო რაღაცა სასწაულებრივად მე ახლა ამას მივიღებ ვარჯიშის წინ, აი შემდეგ ვარჯიშზე გამოვა სხვა ადამიანი არანუ ეგ წარმოუდგენელია მსგავსი რაღაცის დაჯერება. თუმცა მანდაც მგონია რომ აი პროტეინის მიღება ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა ის რომ აი შემდეგ ვარჯიშზე უკვე დიდი კუნდი მექნება, ეს არის ძალიან გრძელვადიანი. კი, რომ ეს არ არის წამალი, რომ დღეს რო დავლია ხვალ მაქვს შედეგი, იმიტომ რომ რაც არის საკვები და რასაც სჭირდება ორგანიზმის ინდივიდუალური ეს გადამუშავების პროცესი, ათვისების პროცესი, მისი აქტიური ნივთიერებების გააქტიურების პროცესი, ამ ყველაფერს დრო უნდა და აი ეგეც რომ ვიცოდეთ რომ გავიაზრე რა, რომ აი ეს რაღაც დროს ექვემდებარება და გარკვეული დროის შემდგომ ნახავ იმის შედეგს. ესეც რაღაცნაირად გვეხმარება იმაში, რომ თან აი ამ დისციპლინაში დავრჩეთ და არ გადავუხვიოთ გზას, იმიტომ რომ ერთი კვირა თუ რაღაცამ შედეგი არ მომთ, არ ნიშნავს იმას, რომ ის არაეფექტურია და ისიც რომ ზომიერების ფარგლებში, იმიტომ რომ ყოფილა რაღაცები, რაც მე მიმიღია წყლობით, სრულიად ტყუილად, ასე რომ. კი. ძალიან ეს არის საინტერესო განსაკუთრებით ჩემთვის ის ნაწილი, რომ აი მოთმინების უნარიც მნიშვნელოვანი არის, როცა მსგავს რაღაცებს შენი ორგანიზმის შენებას თუ რაღაც მსგავს უთმობ დროს. ეს ნაწილი იყო ამბავში, ამასაკში მგონია, რომ ვერ დაინახავ შედეგს. ანუ აი როგორ იცი რა სიმართლე გითხრა ეს ყოფილა რაღაც სამეცნიერო ის რომ უმჯობესია მიიღო ისეთი საკვები და საკვები დანამატები რაც აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას ვიდრე პირდაპირ კოლაგენი. აი არ ვიცი რომ სწორია, მაგრამ რაღაც იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ ხანს ვიღებდი სხვათა შორის და აი ეს ფაქტი მე რომ ბევრ შეიძლება ქონდეს ხო მსგავს შემთხვევა, თან არც ის ახლა მისაწვდომია და სადღაც აღმოაჩინა რომ შეიძლება შენ ორგანიზმს ეს არ ჭირდება, ან ვერ იყენებს, ან რაღაც კონკრეტული სჭირდება სახეო. კონკრეტულს რო მოდი დააფიქსე. აცაღა რა თქვი? მე და ტოტოტო რა დამემართა რა სიტყვა იყო? ეგენი ამოვჭრათ ბლუფერებად.
ხო, ანუ რაღაც კონკრეტული მსაობა ჭირდება ორგანიზმს იმისთვის, რომ მიიღე კოლაგენი, კოლაგენა დაითვისოს, აი არ ვიცი როგორ არის და იმედია მომავალში გვეყოლება სტუმრები, ვინც ამაზე საკითხს ძალიან კარგად ჩაგვიშლის, და რაღაც უფრო სიღრმისეულად აგვიხსნის რა არის სწორი, რამდენად არის სწორი და რისი მსხვერპლები ვართ ამჯერადაც და მე მგონია რომ ბოლო დროს ძალიან კარგი ტრენდები ტრიალებს, რაც არ არის მავნე ტრენდებიც. მგონია რომ უნდა ვახსენოთ. აი მაგალითად ზუსტად 20-ში და კარანტინის დროს იყო ჩაი. არ ვიცი, რომელიც ყველგან ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ ანუ არ მჭირდებოდა არაფრისთვის არ ვიბრძოდი, მხოლოდ აი სუბუქად სახლის პირობებში ვარჯიშობდი, ანუ მიზანი რო წონა დამეკლო ან რაღაცა ბავშვის შემდგომ როცა მომატებული მქონდა და რეალურად. ანუ ეგ პერიოდი არ იყო ჩემი ცხოვრების, რომ იმდენად ბევრგან შემხვდა, რომ რაღაც ეტაპზე დავფიქრდი, რომ ხო არ მინდა, მეც ხო არ მეცადა და კიდევ კარგი მალევე ვნახე ინფორმაცია ცუდი უკავშირის ამ ჩაებზე. არ ვიცი, მაგაზე რა უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად, მაგრამ ზოგადად ეგ ტრენდის აი დიდი რედ ფლეგი. გასახდომი ჩაის ტრენდი. მე ერთხელ ვიყავ მსხვერპლი. მართლა? ეგეც სადე? ანუ რომ მეტატოვე რაც არ გაგიკეთე. ამიტომ ყველაფერზე მაქვს პასუხი. არა, ეგ კონკრეტული არ იყო, სხვათა შორის რაღაც სხვა იყო. და იმ მომენტში მახსოვს, რომ ბევრმა მითხრა, რომ გახდი. და მახსოვს ეს შეგრძნება, რომ ესე იგი ღირდა. კარგი იყო, თუმცა მე აღმოაჩინა, მე უკვე როცა ყველაფერზე უფრო სიღრმისეულად დავიწყე გარკვევა, ცოტა უფრო სხვანაირად რაღაც სამეცნიერო კუთხით განვიხილე. ამ ყველაფერს ქონდა უბრალოდ რაღაც ეფექტი შეშუპების საწინააღმდეგო. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს ვიზუალურად იმის რაღაც ეფექტს რომ დავიკელით და შესამჩნევად შეიძლება ზომაში დაპატარავდე, თუმცა ეს არის პირველ რიგში დროებითი, იმიტომ რომ ორგანიზმი ცხიმს ასე არ წვავს. ზოგადად აი ესეც ძალიან კარგია რომ ვიცოდეთ როგორ ხდება წონის კლება. კი, იმიტომ რომ ვერაფერი ვეღარ მოგატყუებს. ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ფორმულაა აი ამ პროცესის ორგანიზმს ჭირდება 7000 კალორიით ნაკლები, რომ 1 კილოგრამი დაიკლო. შესაბამისად ეს როცა იცი და ეს როცა გააზრებული გაქვს, ხვდები ის რომ უბრალოდ ჩაი დალიე და ეს კალორია დაიწვა, არა ეს რაღაცა არ ხდება. ჩაი დალიე და ცხიმი დაიწვა ვერ ხდება, სამწუხაროდ. ცოდნა უნდა გქონდეს ყველას, რომ ეგ რაღაცები არ დაგვამართოს და ალბათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ასეთ დროს არიან თინეიჯერები, იმიტომ რომ მე პირადად მაგასაკში დიდი ინფორმაცია არ მქონდა. ეხლა მგონია რომ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი არის ინფორმაცია და თუ იპოვიან თავიანთ სოციალურ სივრცეში სანდო ადამიანებს შეიძლება მათგანაც მიიღონ, რა ვიცი, AI-ც გამოიყენონ, იმიტომ რომ ბევრ სწორ ინფორმაციასაც გვაძლევს თუ სწორად ვკითხავთ. ეხლა მოკლედ უკეთეს ვარიანტი არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით. მაგრამ მაინც ძალიან ისეთი საფრთხილო ჯგუფია და კი, იმიტომ რომ ორგანიზმის შესახებ ბევრი რამე უნდა იცოდე. იგივე როცა დანამატს არჩევ, ომეგას შევეხეთ და ომეგა ისეთი რამეა, რომ მართლა ყველას ჭირდება და თქვა ყველასთვის თანაბრად საჭიროა და თანაბრად მარტო სასარგებლოა, მაგრამ აი ხო შეიძლება და მეთქვა რომ სკოლაში, ანუ სკოლაში არ ვიღებთ იდეაში მაგ ინფორმაციას, თუნდაც როგორ მუშაობს, აი ეგ ამბავი. მე არ მიმიღია, შეიძლება სადმე იღებენ, მაგრამ მე არ მიმიღია. აი მე მახსოვს რომ ოღონდ არაპროგრამულად დამატებით მქონდა ხოლმე ამ ყველაფერთან შეხება, იმიტომ რომ მყავდა მასწავლებელი, რომელიც იყო ოქსფორდის ლექტორი და ხო, ჩემ პრივილეგირებული ადამიანი. ვიცოდეთ რას ვაკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ. თვით შემეცნება. ყველაზე მინიმუმ რაც შეგვიძლია ვაკეთოთ. თვით შემეცნება, დისციპლინა და ზომიერება. ხო. ყველაფერი ერთად. ჩვენი დევის. იმედია მოგეწონათ ჩვენი მეორე ეპიზოდი და ძალიან ბედნიერები ვიქნებით თუ გაგვიზიარებთ უკავშირს და ასევე გამოიწერთ ჩვენს YouTube არხს. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ბევრი საინტერესო ადამიანის ჩართულობით და რაც თორე თქვენთვის საინტერესო თემებით, ასე რომ მიაქტიურეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში რა უფრო გაინტერესებთ, რა საკითხები გინდათ განვიხილოთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ეპიზოდით. დროებით.